ნიკა გვარამია ადრეც ყოფილა დაბატებებული ნიკა მელიაც, ზურა ჯაფარიძეც და მათთვის პირველ შემთხვევა არ არის, მაგრამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მე პირადად ძნელად წარმოვედგინა ციხეში, მაგრამ ესეც ნახეთ, ხო ეხლა ხედავ და გახარიასთან დაკავშირებით რა ხდება, ხედავთ ხო ისეთი მუხლით აღუძრეს რაღაც 7-დან 15 წლამდე ითვალისწინებს თუ არ ვცდები და ხო ის საერთოდ საზღვარგარეთ არის, ჩამოვა თუ არა არავინ არ იცის. მეორე ბლოკში გახარიას პარტიის წევრი გვაყოლება სტუმრად ვიკაფილ ფანი და მასთან μαζί ვისაუბრეთ. შენ შეფასება ამ ვითარების რაც არის, დასაკეთებს ხელისუფლება შენ, იმიტომ მოდი მაყურებლებს აუხსნათ რომ ერთია რომ თქვენი პარტიის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება თავად რომ არ მისულიყო კომისიაზე, მაგრამ ხელისუფლებას და სასამართლოს ჰქონდა დისკრეცია დაეჯარიმებინა თუ პატიმრობა, მარტო პატიმრობას არ ითვალისწინებს ეს მუხლი, ესეც რომ იცოდეს, კი ბატონო, თქვენი ლიდერებმა გადაწყვეტილება არ მივიდნენ, მაგრამ ხელისუფლება შეძლო გადაეწყვიტა დაეჯარიმებინა, ან ციხეში გაეშვა და ხელისუფლებამ ციხეში გაშვება ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოდი ასე ვთქვათ. კი ბატონო, მოგესალმებით მე რა. რთულად წარმოსადგენი იყო ალბათ 1 წლის წინ ის მდგომარეობა, სადაც ქვეყანა მოვიდა, არა თუ კონკრეტული პროდასავლური პარტიები მოვედით ამ შემთხვევაში, სადაც ქვეყანა არის მოსული, როდესაც დღეს უკვე ყავს 500-მდე ნაწამები ადამიანი, 50 პოლიტ პატიმარი, ამას დამატებული პროდასავლური პარტიების პოლიტიკური ლიდერები ციხეებში, სრული განუკითხაობა, კონსტიტუციურად გარანტირებულ პროდასავლურ კურსზე ნათქვამი უარი, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის დაკარგვის რეალური საფრთხე და იზოლაციის უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის უზარმაზარი საფრთხე და აქამდე მიღწეულის განულების რეალობა, რომლის წინაშეც ქართულმა ოცნებამ დააყენა ჩვენი ქვეყანა. ეს ალბათ რთულად წარმოსადგენი იყო 1 წლის წინ, მაგრამ აქ ვართ. ძალიან ბევრი რამე არის ალბათ კიდევ რთულად წარმოსადგენი, მაგრამ შეიძლება 1 წლის შემდეგ ჩვენ თუ ახლა ნიჰილიზმს მივეცემით, თანამშრომლობის რეჟიმზე გადავერთვებით, შემგუებლობის პოზიციაში აღმოჩნდებით და ნორმალიზებას მოვახდენთ იმ ყველაფრისას, რასაც ქართული ოცნება ატრიალებს ამ ქვეყნის და წინააღმდეგობაში მყოფი ადამიანების თავს, კიდევ უფრო მძიმე რეალობაში აღმოჩნდება ქვეყანაც და ის ადამიანებიც, ვინც ამ ბრძოლის ავანგარდში არიან. რას აკეთებს ქართული ოცნება, ხო? ქართული ოცნება ამბობს, რომ მოსულიყვენ და არაფერი არ იქნებოდა. ქართული ოცნება ბევრ ამას ამბობს, რუსულ კანონზე გვეუბნება ამერიკული არის პროდასავლური. აქ ვაპატირო გაწყვეტილებით. საინტერესო ის არის, რომ გახარია მივიდა. მაგრამ უბრალოდ ეს ემუქრება ახლა. მანდ მივდივარ ეს ზუსტად რომ რეჟიმის, როდესაც ავტორიტარიზმზე ვსაუბრობთ ჩვენ ხომ და რეჟიმზე ვსაუბრობთ და რეჟიმად მოვიხსენებთ, რეჟიმის მიზანი მართლა რაიმეს დადგენა, გამოკვლევა, სამართლიანობის აღდგენა, ხო? იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, არა აქვს ხო ამას მნიშვნელობა. ამის რაღაცა რაციონალური პოზიციის მიღება და ასე შემდეგ. ეს კი არ არის მართლა და ვინმესთან რაღაცა მოლაპარაკების გზით რეალური ხელისუფლების გადანაწილება. ამას არ ემსახურება რეჟიმი. რეჟიმი ყველა თავისი რესურსით ემსახურება განსხვავებული აზრის დევნას, პოლიტიკური და არაპოლიტიკური ოპონენტების, უბრალოდ ოპონენტების, ეს ოპონენტი შეიძლება ნახოს სამოქალაქო სექტორში და განსხვავებული აზრი, შეიძლება პოლიტიკურ პარტიაში, შეიძლება მედიაში თქვენი სახით. ყველას დევნას ემსახურება, განსხვავებული აზრის გაქრობას ემსახურება, მუქარას შანტაჟს და შიში ცხოვრებას ემსახურება. ხა რეალურად რისთვის დააპატიმრეთ ჩვენ დღეს ვნახეთ მთელი კასკადი პოლიტიკური ლიდერების, პროდასავლური პოლიტიკური ლიდერების დაკავებების, უახლოეს ნიკა მელია და ნიკა გვარამია წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით, ხო თავისუფლების აღკვეთა აქვთ მათ მისჯილი და ზუსტად ვიცით რომ მათ მიმართაც იგივე გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა ამ შემთხვევაში და აუცილებლად თავისუფლების აღკვეთით დასრულდება ეს პროცესი მათ მიმართაც. ეს არის რეჟიმის ამოცანა. გიორგი ვაშაძეა კიდე რიგში. გიორგი თარგამაძე და გიორგი გახარია, ხო? იმის მიუხედავად რომ ის მივიდა ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე, ითანამშრომლა ამით თეატროლოგიას მისცა საბაბი იმის სათქმელად რომ აი ამ შენი მოსვლით აქ აღიარება მოახდინე ამ კონკრეტული თუ ჩვენი პარლამენტის რომელსაც თურმე არალეგიტიმურად ცნობთ ამას ეძებენ სულ ამ ცივცერში ქართული ოცნება სულ ეძებს და ამისთვის იბრძვის. აი ჩვენ რომ ნახოთ ეხა მაგალითად დღეს რა განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა რომ ყველა წავა ციხეში ვინც არ აღიარებს პარლამენტს. ეს განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ მანამ სანამ გამოცხადებოდა განაჩენი ლელოს ლიდერების მიმართ.
მიმართ, ზურა ჯაფარიძის მიმართ უკვე გამოტანილი იყო გამამტყუნებელი განაჩენი და მიუსაჯეს პატიმრობა, ხო? რას ნიშნავდა კობახიძის ეს განცხადება? ორი მარტივი, ძალიან მარტივი და ძალიან საშიში მესიჯი იყო, ხო? ერთი ის, რომ კობახიძე იღებს დღეს სასამართლოს მაგივრად გადაწყვეტილებას და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ხო საერთოდ აღარ გვაქვს საუბარი, ინსტრუმენტი არის სადამსჯელო ივანიშვილის ხელში და მეორე, ძალიან სტკივად და ძალიან უნდათ რაიმე ფორმით მიიღონ აღიარება და ლეგიტიმაცია ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისგან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ხელმეორედ რომ გახარია არც პარლამენტი დატოვა ბოლომდე, ხო? ფორმალურად რჩებიან იქ და მივიდა კიდეც ანუ როგორც თეატრალურმა უთხრა აღიარეო, ხო? მაგრამ მაინც უშვებენ. გაუშვან შეიძლება ციხეში თან რაღაც ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის ვრალდებით, ხო? ხო, და აი აქ მთავარი არის, რომ აღიარებ პარლამენტს არ აღიარებ, ესეც არ არის მეგოდი. ნუ აქ გახარიას ერთი მისვლა რეალურად სურათს არ ცვლი და დანარჩენი პროდასავლური პარტიები დარჩნენ თავისი პრინციპების ერთგული და შეთანხმების ერთგული, რომ არანაირი ფორმით, არანაირ ფორმატში იქნებოდა ეს მანდატები, დაფინანსების აღება, კომისიებზე მისვლა, ჩვენ შემთხვევაში თვითმმართველობის ეგრეთ წოდებულ თვითმმართველობის არჩევნებზე შესვლა თუ ასე შემდეგ, არც ერთი ფორმით არ ვაღიარებთ მათ როგორც ლეგიტიმურ. მოდი ახლა ამაზე ვისაუბროთ, თი მხრივ თუ ხელისუფლებას უნდა თქვენი მონაწილეობა არჩევნებში მეორე ხო ყველას რატო იჭერს? სამწუხაროდ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათი დაკავების შემდეგაც იძახიან, რომ არჩევნებში შესვლას ისევ განიხილავენ როგორც ბრძოლის ერთ-ერთ ფორმას და ამ შემთხვევაში მგონია რომ ისინი უბრალოდ თავიანთი განცხადების ტყვეები არიან, იმიტომ რომ ამ მოცემულობაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არსებობს გზა, რომლითაც კონსოლიდაციის არქონის და ერთიანობის არქონის შემთხვევაში განსაკუთრებით, როდესაც დათანხმებულიყავთ პირიქით თქვენ და ერთიანად გასულიყავით თქვა თბილისში და იქნებ მერის თანამდებობა როდესაც იცი, რომ მარტო ხარ ამ პოზიციაში, იმიტომ რომ არ არის ის კონკრეტული პირობები შესრულებული, რაც დაყენებული იყო 28 ნოემბრის მერე, ეს იყო ახალი საპარლამენტო არჩევნები, ახალი წესი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ამ მოცემულობაში მარტო შეუთანხმებლად აკეთებ განცხადებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით იმის მიუხედავად სასამართლო გამოიტანს თუ არა გამომტყუნებელ განაჩენს და არასამართლიან განაჩენს. ეს საკუთარი სიტყვის მძევლად გახდომა არის, მაგრამ წინ დიდი დრო არის შეიძლება ითქვას კიდევ პოზიციის შესაცვლელად და მე მჯერა რომ კონკრეტული პარტიები ამ შემთხვევაში ბადრი ჯაფარიძეს ვკითხეთ სანამ დაიჭერდნენ ინტერვიუში რომ თუ დაგიჭერენ მაინც უნდა მიიღოს რა და ისინი ამბობდნენ რომ კი მაინც უნდა წავიდეთ არჩევნებზე და დაიჭერენ თუ არა. ნახეთ როგორ არის ამბავი თქვენ ახლა თბილისის გათავისუფლება ბრძოლა უნდა გაუმართო. თქვენ დიახ, ისიც ბრძოლის მეთოდია, რომ ამათთან არჩევნებში არ შედიხარ და იმ ლეგიტიმაციას არ აძლევს ყველა ერთად, ოღონდ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდასავლური პარტიები და აქ არ არის ფსევდო რაღაცა სატელიტ პარტიებზე საუბარი, ხო? თბილისს რომ გამოვგლეჯთ, დავუშვათ, ეს უტოპიური სცენარიც განვიხილოთ, მაშინ მით უმეტეს თუ ერთი პარტია გადის, რა იცვლება ამით ქვეყანაში? სასამართლო სისტემა იცვლება, დრაკონულ კანონებს აღარ იღებენ. ხელისუფლებას ზარი გაუჩნდება, სახელმწიფო ინსტიტუტებს კარგით, ეხლა შემდეგ ლოგიკაში მივდივარ. 2018 წელს პრეზიდენტის არჩევნების დროს მოიგო თუ არა თბილისი და სხვა დიდი ქალაქები ოპოზიციის კანდიდატებმა მოიგეს. რა მოხდა მეორე ტურში? ყველას კარგად ახსოვს რაც მოხდა ქართულმა ოცნებამ როგორ მიიტაცა არჩევნები. 21-ში რა მოხდა ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე? მოიგო თუ არა პირველი ტური ოპოზიცია მოიგო. რა მოხდა მეორე ტურში? თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, სადაც ყველგან ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო კონკრეტული დიდი ქალაქები, ისევ წაიღო ქართულმა ოცნებამ, ხო, გაყალბები, ზეწოლით, შანტაჟით, მოსყიდვით დიდი ქალაქები. უარეს გააკეთებს ქართული ოცნება იმ შემთხვევაში, თუ ამ კონკრეტულ სპეცოპერაციაზე, რომელსაც თვითმმართველობის არჩევნებს უწოდებთ, ფრაგმენტირებულად ამ ნიჰილიზმის და შუა ბრძოლის პროცესში კონკრეტული პროდასავლური პარტიები მიიღებენ გადაწყვეტილებას არჩევნებში. მაშინ ნუ მე სხვა მეკითხვას მაშინ კარგით. როგორ წარმოგიდგენია გაგრძელება? გაგრძელება ძალიან გულწრფელად, არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, არამედ უბრალოდ ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ამ ქვეყანაში ცხოვრება უნდა, წარმოუდგენია ისე, რომ არანაირი ფორმით არ აღიარებს და არ თანამშრომლობს და არ მიდის კომპრომისზე, როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი. მაგაზე გეტყვია, რომ მაგით არ წავა ბიძინა. აუცილებლად წავა. მათ აწუხებთ, აწუხებთ სანქციები, ძალიან აწუხებთ სანქციების პროცესი. აწუხებთ არ აღიარების პროცესი. უკან არაფერზე იხევენ. ბატონო? უკან არაფერზე იხევენ მაინც.
ეხლა ეს როგორი სტატუს ქო გვაქვს? ისინი გამარჯვებულები არიან? არა, ისინი თავდაცვის პოზიციაში მდგომი ადამიანთა ჯგუფი არის, რომელიც ძალადობს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე. ეს არ არის გამარჯვებული ჯგუფის პოზიციონირება ამ შემთხვევაში. მოძალადე ძალა არ არის გამარჯვებული ძალა. ეს სტატუს ქო გვაქვს. ეხლა არის გამძლეობის ამბავი, ჩვენ გაუძლებთ თუ ისინი გაუძლებენ რეალურად? ამ ბრძოლას გავდივართ, გამძლეობის ბრძოლას გავდივართ და ამ ბრძოლაში ვინც უფრო მედეგი იქნება და თავის პოზიციაში მყარი და ჯიუტი იქნება და გამორიცხულია რომ პატრიოტიზმში გაჯიუტება და ეროვნულობაში გაჯიუტება იყოს უფრო სუსტი პოზიცია. უბრალოდ ეს არის ეს დროებითი ემოციური რყევები არის, რომელიც ყველას ვინც ბრძოლაშია დარწმუნებული ვარ რომ ამ პროცესს გადის, უბრალოდ ჩვენ უნდა გჯეროდეს და უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და პრინციპულები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათ შორის საერთაშორისო არაღიარება, საერთაშორისო რაც დამანგრეველი არის ქართული ოცნებისთვის, როგორც პოლიტიკური ძალისთვის, ამ შემთხვევაში გადის ჩვენ მდგრადობაზე და ჩვენ პრინციპულობაზე.